საღამომშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, დღეს ხუთშაბათი 6-ნახევარია და ტრადიციულად პირდაპირ ეთერშია გადაცემა კრიტიკული აზრი. და მე მისი წამყვანი გიორგი ლომია ვიქნები თქვენთან ერთად 1 საათის განმავლობაში. თქვენ როგორც ყოველთვის შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში. ჩვენი ტელეფონის ნომერი არის 557 885588 და დააფიქსიროთ თქვენი აზრები სხვადასხვა პრობლემებთან დაკავშირებით. შეზღუდულები არაფერში არ ხართ. თუ თქვენი კითხვა ან აზრი თემას არ ემთხვევა, რომელსაც მე წამოვწევ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ არ გაქვთ უფლება გაახმოვანოთ თქვენი აზრი პირდაპირ ეთერში. თქვენ ყველაფრის უფლება გაქვთ. ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. მე კი მინდა დავიწყო გადაცემა კვლევით, რომელიც 3-4 დღის წინ ჩატარდა. კვლევას ატარებდა გორბი, ეს არის ორგანიზაცია, იცით თქვენ ყველამ ხო, გორბი არის ორგანიზაცია, რომელიც ატარებს სოციალურ კვლევებს და მერე უკვე ესე ვთქვათ, უკეთებს კალკულაციას და გვაცნობებს შედეგების გვაცნობებს მერე შედეგებს. გორბი არის, რა თქმა უნდა, ხელისუფლების კვლევითი კომპანია და ის ჩატარებული კვლევა, რომელიც ტარდება ბუნებრივია ხელისუფლების დაკვეთით. და მე ვიტყოდი არა მხოლოდ დაკვეთით, არამედ ხელისუფლების მიერ მოწოდებული კონკრეტული რიცხვებით, რომელსაც მე უბრალოდ გორბი წერს და გვაცნობებს როგორც ჩატარებულ კვლევას. ის რომ ვენდობით თუ არ ვენდობით ამას თავი დავანებოთ, რა თქმა უნდა, მე არ ვენდობი და ალბათ თქვენ თქვენგან უმრავლესობაც არ ენდობა, ამას მნიშვნელობა არ აქვს ამ ეტაპზე, იმიტომ რომ ეს სხვა რამეზე მინდა ვისაუბრო. მე მინდა ვისაუბრო იმაზე, რომ როდესაც ცდილობ ადამიანებს რაღაც ინფორმაცია მიაწოდო, ეს ინფორმაცია მეტნაკლებად რაღაც სიმართლეს უნდა შეიცავდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ დაიჯერებს ხომ ადამიანი, რომ შენ მას სიმართლეს ეუბნები. აი ახლა გადავხედოთ უბრალოდ ამ გორბის კვლევებს. ესე იგი, კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ქართულ ოცნებას დღეს, ესეთ კითხვა იყო, ხვალ რომ ტარდებოდეს არჩევნები. ამ კვირაში რომ ტარდებოდეს არჩევნები, ვის მისცემდით ხმას და დააკვირდით. 46.2% აძლევს ოცნებას ხმას. ლელოს აძლევს 10.7%. გახარიას აძლევს 10%. კოალიცია ცვლილებისთვის ვინ არის ეგ? მოდუშით, გვარამიას და გირჩს და დროა რო არის. იმას აძლევს 9.5%, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას აძლევს 7.5%. მერე გირჩი 3.2% და მერე პატრიოტთა ალიანსი 1.8%. და აი რაზე მინდა რომ გავამახვილო ყურადღება. სხვა პარტიები 1.1%. ანუ კვლევა ადრე რო ხდებოდა ხოლმე კვლევა გორბის მხრიდან, მე ახლა წავიკითხავ 2024 წლის კვლევასაც, ყოველთვის იყო 3-4% სხვა, 5% ხანდახან 6%-მდე წადიოდა. ეხლა იმდენად თითქმის ზუსტად დასვის, რომ მხოლოდ 1.1% დარჩა სხვა. ესე იგი, ადამიანები განაწილდნენ ისე კარგად, რომ 1% გადალახულ პარტიებს, ვინც იღებდა მონაწილეობას, დღეს ისევ აძლევენ ხმას და ის სხვა პარტიები 1.1% დარჩა, მეტი არა. მეტი ვერ აიღეს იმ პარტიებმა, საერთოდ გაუქმდნენ ფაქტიურად, მაგრამ კარგით. შეიძლება დავიჯერო ეს მომენტი, მაგრამ რა ძნელია დასაჯერებლად, რო ვთქვათ, რამდენად ძნელად ვიჯერებ ჩვენ, რომ 2024 წელს ქართულ ოცნებას ჰქონდა 40 იგივე გორბის კვლევის მიხედვით 59.5, ანუ 0.5 აკლდა 60%-ს.
13 და 6 ქონდა ნაციონალურ მოძრაობას. ლელოს ქონდა 4 და 5, ეს არის 24 წელი. ხალხო, ეს არ არის თქვა გასული 5 ან 10 წელი არ არის გასული. 1 წელიწადია გასული. ესე იგი, გახარიას ისევ გორბის კვლევის მიხედვით ქონდა 3 და 8, 2 და 7 ქონდა გირჩ და 2 და 5 ქონდა პატრიოტთა ალიანს. და როგორც გითხარით, ძველ კვლევებში 3 და 1 სხვას. ვინმე გამომრჩა, ერთი წამით. კოალიცია ცვლილებისთვის მათ ქონდათ 10 და 3%. 24 წელს. ეხლა მე მინდა დავსვა ასეთი კითხვა. როგორ შეიძლება მაგალითად ლელოს, რომელსაც ქონდა 4 და 5 ბანკირების გაერთიანებას ერთ წელიწადში გაუხდა 10 და 7. რის ხარჯზე მითხარით? ანუ ჩვენ რომ მოგვაკლდა, კარგი გავიგე, მაგრამ ანუ პატრიოტთა ალიანსის ამომრჩეველი ტრადიციულად მოაზროვნე და ეროვნულად მოაზროვნე ამომრჩეველი წავიდა ბანკირებთან, ანუ წავიდნენ ლელოში. მე არ მგონი ის ჩვენი ელექტორატი არ არის. ის სულ სხვა ელექტორატზე იჯდა. მესმის რომ ქართულ ოცნებაში გადასული იყო პატრიოტთა ალიანსის რომელიმე მომხრე. კიდე რაღაც უფრო ლოგიკური იქნებოდა, მაგრამ ლელოში როგორ აღმოჩნდა არ ვიცი. ხო გეუბნები, აგერ გახარიას ქონდა 3 და 8% გორბის კვლევის მიხედვით. არჩევნებზე მეტი დაუწერეს ცოტ, მაგრამ ეხლა გახარიას აქვს 10%. კარგით გახარიასაც მოემატა. კოალიცია ცვლილებისთვის. კოალიცია ცვლილებისთვის ფაქტურად მან დაკარგა 0.5%. 0.5% მაინც არ ყო, აი ერთმანეთში რომ ეთამაშოთ, იქნებოდა სავსებით ლოგიკური სქემა. ცვლილებისთვის ლელო, გახარია, ნაცმოძრაობა, გირჩი ერთმანეთთან მათ რო ეთამაშა და ხმები წაერთმიათ, ეს იქნებოდა ლოგიკური. არც ერთი ამ 5 პარტიიდან, გახარია კიდე შეიძლება, თქვათ, გახარიისკენ ვიღაცამ გადაიხაროს პატრიოტთა ალიანსიდან, თქვათ. მაგრამ იმხელა ცვლილება არ ქონდა პატრიოტთა ალიანს, რომ შეევსო გახარიას ის რეიტინგი, რომელსაც დღეს უწერენ. ამხელა ცვლილება ჩვენ არ ქონდა. 2.5 დაგვიწერეს და მოგვაკლეს. ეხლა ამ ახალ კვლევაში მოგვაკლეს 0.6. 0.6 არ შველოდა ამ საქმეს, ბუნებრივია. ამიტომ ესე იგი გამოდის, რომ სხვებისთვის უნდა წაერთმიათ. მაგრამ აქ ჯამში თუ ავიღებთ, ამათ მომატებული აქვთ. მომატებული აქვთ იმ ფონზე, რა ფონიც ტრიალებს საქართველოში. მაგრამ არც ქართულ ოცნებას არ მოაკლდა სერიოზული მხარდამჭერთა სერიოზული რაოდენობა ამ კვლევის მიხედვით. იმიტომ რომ 59 და 5 ქონდა და დღეს მას აქვს 56 და 2. ანუ ეს ცვლილება 3%-იანი ცვლილება ასევე არანაირ შედეგს არ იძლევა ზოგადად იმისათვის რომ თქვათ რომ ოცნებამ დაკარგა მომხრეები და ისინი გადავიდნენ ლიბერასტებთან. ესეც არ გამოდის. ამიტომ რის საფუძველზე ან რა ლოგიკით ხელმძღვანელობს გორბი, როდესაც, თუმცა პრინციპში გორბთან პრეტენზია არ უნდა გქონდეს, ის უკვე მზა მონაცემებს იღებს და ისე აკვექნებს, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, არც ერთი მაყურებელი არ შეხვედრია ამ კვლევით კომპანიას ქუჩაში. არც ერთი მაყურებლისთვის ამ კვლევით კომპანიას კითხვა არ დაუსვამს თუ ვის მისცემდით ხმას ხვალ ამ კვირაში რომ იყოს საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ კარგად გვახსოვს და ამაზე არაერთხელ ვისაუბრია
ჩვენს გადაცემებში, როგორ ატარებდა NDI, როგორ ატარებდა კვლევებს. და სულ იმას ვკითხულობდით კი, მაგრამ ერთხელ მაინც როგორ არ მოხდა ისეთი რაღაცა, რომ ქუჩაში სადმე წავაწყდე ერთ რომელიმე კაცს მაინც, რომელიც მკითხავს, აი ვის აძლევთ ხმას არჩევნებზე. მე NDI-ს ვგულისხმობ. სხვადასხვა ორგანიზაცია, თან ჩვენ ვიცოდით რა ორგანიზაცია ატარებდა საველე სამუშაოებს და ეს არის ძალიან ადვილად გამოსაყენებელი მოსატყუებლად. როდესაც შენეუნები მე რაშუაში ვარ, კვლევით სამსახურს ატარებს დაქირავებული კომპანია და მე მოაქვს ჩემთან უკვე კვლევები და ამ კვლევებს მე ვაქვეყნებ. ეს რასაკვირველი არის ბლეფი. იმიტომ რომ დაქირავებული კომპანია არსებობდა, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცოდით ვინ არის ეს დაქირავებული კომპანია და როგორ ატარებდა ამ კვლევებს. ზარი ეთერში უპასუხოთ და მე გავაგრძელოთ. ალო. დიახ, გისმენთ, ისაუბრეთ. მოგესალმებით. უბრალოდ ეს რატო განიცდილებს პროექტი ამ კოლექტივს? აბსურდია რომ პარლამენტის საერთაშორისო პროგრამებში ჩვენ რატომ საუბრობთ? მადლობა ზარისთვის. კი ბატონო, აბსურდია თუ რა არის? უნდა დავაკვირდეთ ერთ რამეს. რატომ ჩაატარა ხელისუფლებამ ეს კვლევა დღეს და ჩაატარა კვლევა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით? რატომ, აი თქვენი აზრით? იმიტომ რომ სავარაუდოდ ხელისუფლებას უწევს საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. რიგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და მას უნდა რომ ჯერ ერთი მართლა იცოდეს თუ რა რეიტინგი აქვს მას და სხვა პარტიებს, ამისთვის არსებობენ სხვა კვლევითი ორგანიზაციები, რომელსაც ისინი კვლევას უკეთავენ და ამ კვლევის შედეგს თქვენ ვერ ნახავთ ვერსად, ეს არის შიდა მოხმარებისთვის გაკეთებული კვლევა და ის რომ ხალხს კიდევ ერთხელ ქართულმა ოცნებამ გააგებინოს, რომ მას აქვს ძალიან მაღალი რეიტინგი, ის სოციალურ ქსელშიც ამუშავებს თავის fake მომხრეებს, ასე ვთქვათ, და ასეთ ორგანიზაციებს, როგორიც არის გორბი, ატარებინებს კვლევას და ცდილობს, რომ დაგვიმტკიცოს. არსებობს ქართული ოცნება, ეს არის მან, ასე ვთქვათ, მოისხა ტრადიციულობის, ეროვნულობის მანტია და არსებობს მეორე მხარეს მდგომი ლიბერასტული ფრთა, რომელიც შედგება იმ 5 პარტიისგან, რომელიც მე ჩამოვთვალე და სხვა პოლიტიკური ძალები ქვეყანაში არ არსებობენ. ანუ ამის თქმა უნდა ქართულ ოცნებას და ასევე გამზადებთ იმისათვის, რომ თუ ჩავატარებთ რიგარეშე არჩევნებს, დაახლოებით პლუს-მინუს 2% შეიძლება იყოს ესე, ამ შედეგით დამთავრდება ეს საპარლამენტო არჩევნები. დასავლეთსაც ეუბნება, რომ რა გინდათ, ჯამში სადღაც 40-45% ექნება ლიბერასტულ ფრთას და 55% მინიმუმ მექნება მე. გაწყობთ ასეთი შედეგი? არ ვიცი ახლა ეს ვაჭრობა სადამდე მიიყვანს. ძნელი სათქმელია, მაგრამ ზოგადად მე არ ამგონია, რომ დასავლეთი დათანხმდეს იმ სისტემაზე, საარჩევნო სისტემაზე, რომელსაც ისევ დღეს გვთავაზობს ქართული ოცნება, იმიტომ რომ აზრი არ ექნება უბრალოდ ამ სისტემით არჩევნების ჩატარებას, ჩვენ იგივე არჩევნებს მივიღებთ, რა არჩევნებიც მივიღეთ 2024 წელს. ამიტომ აზრი არ აქვს კიდევ ერთხელ იგივე სისტემით და სქემით არჩევნების ჩატარება. და სავარაუდოდ დასავლეთი ეტყვის, რომ სისტემა თვითონ უნდა შეიცვალოს, მიდგომებიც უნდა შეიცვალოს, ცესკოში უნდა მოხდეს რეფორმები და როგორც აქამდე ითხოვდნენ, სასამართლო უნდა გათავისუფლდეს ზეწოლისგან, ხელისუფლების მხრიდან კონტროლისაგან და ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ჩატარდეს ნორმალური არჩევნები. აი ნორმალური არჩევნების დროს, თუ ჩატარდა ნორმალური კლასიკური არჩევნები ყოველგვარი ჩარევების გარეშე, მაშინ რასაკვირველია გორბის კვლევა, რომელიც დღეს დაიდო, ის ყველანაირ აზრს კარგავს, იმიტომ რომ შედეგი იქნება რადიკალურად შეცვლილი. ეს ყველას კარგად გვესმის. აი ახლა ნებისმიერმა მაყურებელმა დარეკოს და თქვას მაგალითად პირდაპირ ეთერში, რომ მე ამ შედეგებს ვენდობი
და ახსნას რატომ ენდობა ამ შედეგებს. მე ვფიქრობ, რომ თუ ეს შეკვეთილი ზარი არაა და დავალება არ აქვს მაყურებელს, ის ვერ ახსნის ლოგიკურად თუ რატომ შეიძლება იყოს ეს შედეგი სამართლიანი და სწორი. ზარი ეთერში, აბა მოусმინოთ მაყურებელს. მოგესალმებით. მე რა თქმა უნდა მსოფლიო პარტია პარლამენტში ვიშილო, მაგრამ ეს მაინტერესებს ახლა რომ ჩვენ რატომ ვიქოთ როგორი ყოფნა ჩვენებული საერთოდ და რატომ უნდა ჩავთვალოთ საერთოდ რატომ უნდა ჩავთვალოთ დასავლეთი ჩვენ საკითხებში. კალბატონო, ძალიან ცუდად მესმის თქვენი ხმა. ცოტა ხმამაღლა ისაუბრეთ ყურმილში, ძალიან გთხოვთ. ხო, გამოდით რომ ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა არა ვართ, დასავლეთზე ვართ დამოკიდებული და ამას არქია თუ მე უცხოურ ქვეყანა მერევა ჩემ არჩევნებში ჩემ პასპორტებში მე როგორ გავიცხოვრო, მაშინ ამას არქია დამოუკიდებლობა და ეს რა გამოდის? საერთოდ რატომ ისეთი ხეს არჩევნების საქმე? ეს რა გადაწყვეტოს ქართულმა ხალხმა? ჩვენ პარტიებმა უნდა გადაწყვეტოს კარგი პარტია, რომელიც არის გაანაციონალებს და მისი საკუთარი პარტიები, ისინი საერთოდ უნდა გავიდნენ არჩევნების აღება და არ უნდა რეგულარულად არჩევნებში მონაწილეობა. მადლობა, ძალიან ცუდად ისმოდა ხმა, მაგრამ დაახლოებით გავიგე რის თქმა გინდოდათ. მე გეთანხმებით, რომ უცხოეთი არ უნდა ერეოდეს ქვეყნის შიდა საქმიანობაში. ამაში გეთანხმებით. მაგრამ წარმოიდგინეთ, როდესაც თქვენ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი გაქვთ მოწერილი. საქართველოს აქვს მოწერილი, ხო, ასოცირების ხელშეკრულებას ხელშეკრულებაზე ხელი. ევროკავშირში გაწევრიანება გვინდა. ეს მოთხოვნა გაიგზავნა. ანუ ჩვენ ვართ კანდიდატი ქვეყანა. ამას გარკვეულწილად მოყვება ვალდებულებები, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ეხლა უყურეთ, მე ვსაუბრობ წმინდად იურიდიული კუთხით. მე ემოციებს და მორალურ, ასე ვთქვათ, მიდგომას გვერდზე გადავწევ, იმიტომ რომ თუ კი შენ რაღაცას მთხოვ მე შეიძლება ანალოგიურად რაღაც მოთხოვნებით წაგიყენო და თუ კი მე ვასრულებ თქვენს მიერ თუ კი მე ვასრულებ თქვენს თხოვნას, თქვენც გარკვეულწილად ვალდებული ხართ, რომ შეასრულოთ ჩემი მოთხოვნებიც, ხო ესეა? ჩვენ ვთხოვთ ევროპას, რომ მიგვიღოს წევრად, ევროკავშირის წევრად, ხო? ვართ კანდიდატი ქვეყანა, ანუ წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ევროპა გეუბნება, კი ბატონო, მე მზად ვარ თქვათ, რომ მიგიღოთ, ჯერ იყავი კანდიდატი, მე მიგიღებ, მაგრამ კანდიდატის სტატუსი რო გაქვს მიღებული, შენ გევალება ჩაატარო რეფორმები სასამართლო სისტემაში, გაატარო რეფორმები ცესკოში და საარჩევნო სისტემა გაუმჯობესო, შენ გაქვს სხვა ვალდებულებები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ვალდებულებები ჩვენ წაკითხული გვაქვს და წაკითხვის შემდეგ გვაქვს ხელი მოწერილი. მე მინდა რომ თქვენ სწორად გაიგოთ. ჯერ ხელის მოწერა არ ხდება და მე ვალდებულებები არა. ჯერ ვეცნობით ვალდებულებას, რომელიც დაგვეკისრება და მე ვაწერთ ხელს, შემდეგ ვაწერთ ხელს. ასეც მოხდა ახლა. ახლა არა, წლების წინ. ჩვენ გავხდით ევროკავშირის კანდიდატი ევროკავშირის სტატუსის მიღების კანდიდატი ქვეყანა. ჩვენ დღეს ვსაუბრობთ რაზე? რატომ ითხოვს ევროკავშირი ჩვენგან, რომ შევცვალოთ ქვეყნის შიგნით? კერძოდ, გავატაროთ რეფორმები ცესკოში, სასამართლო სისტემაში და კიდე რაღაც რიგი მოთხოვნები აქვს. რატომ ითხოვენ, რატომ ერევიან ჩვენს შიდა ცხოვრებაში? არ ერევიან. ეს ვალდებულება ჩვენ თავზე ავიღეთ მაშინ, როდესაც ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსზე მოვაწერეთ
ხელი. ჩვენ ავიღეთ ეს ვალდებულება ჩვენს თავზე. ისინი რამეს კი არ ითხოვენ ისეთს, რაც თვითონ მოუვიდათ თავში. არამედ ითხოვენ იმას, რაზედაც ჩვენ დავთანხმდით. ეხლა ვინმე არ იფიქროს, რომ მე ან აპოლოგეტი ვარ ევროკავშირის და დამცველი ვარ ან ადვოკატი. არა, უბრალოდ სამართლიანად თუ მიუდგებით ამ საკითხს, ჩვენ დავთანხმდით ამ ყველაფერზე და დღეს არ გვინდა ამის შესრულება. ეს ერთი მხარეა. მეორე მხარე წარმოიდგინეთ, როდესაც შენ გინდა ევროკავშირში გაწევრიანება და შენ ყავს ხელისუფლებაში ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ უნდა უბრალოდ რომ ხელისუფლება დათმოს. არ უნდა აყალბებს არჩევნებს და მუდმივად რჩება ხელისუფლებაში. ამ შემთხვევაში მითხარით, რა უნდა გააკეთოს უცხოეთმა, ამ შემთხვევაში ვთქვათ ევროკავშირმა, რომელიც მზად არის რომ კარი გაგიღოს, მიგიღებს თუ არ მიგიღებს, ამაზეც მოდით არ ვისაუბროთ. კარს გიღებს თუ არა, ამაზეც არ ვისაუბროთ. ვისაუბროთ იმაზე, რომ თქვა, თქვენ ხართ კანდიდატი ქვეყანა, გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა და ჩვენ ამაზე ხელი მოვაწერეთ და იმ ვალდებულებებზეც. ანუ ის რაც მოხდა, ამაზე ვისაუბროთ. ეხლა ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ჩვენ არასოდეს გავხდებით ევროკავშირის წევრები. შეიძლება. ჩვენ არ გვჭირდება ევროკავშირი. შეიძლება. საერთოდ არაფერს დავკარგავთ თუ არ გავხდებით წევრები. შეიძლება. ბევრი შეიძლება მოხდეს დროთა განმავლობაში. მაგრამ ის რაც შეიძლება მოხდეს და ის რაც მოხდა, ორი სხვადასხვა რამ არის. აი რა მოხდა? მოხდა ის რომ ჩვენ ვალდებულება ავიღეთ ჩვენ თავზე და მოხდა ის რომ ჩვენ გავხდით გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა. ისმის კითხვა კიდევ ერთხელ. თუ ხელისუფლებაში ყავს პოლიტიკური ძალა, რომელიც ცოცხალი თავით ართმობს ძალაუფლებას, მაშინ რა უნდა ქნათ? რისთვის არის საჭირო მაგალითად გაწევრიანება ევროკავშირში? გაწევრიანება ევროკავშირში გარდა ყველა იმ სიკეთისა, რომელიც შეიძლება ჩვენ წამოვიღოთ იქიდან, გარდა ამ ყველაფრისა არის კონტროლი. კონტროლი ზუსტად იმაზე, რომ ვინმემ არ ჩაიგდოს ძალაუფლება ხელში და არ გახდეს ერთპიროვნული მმართველი. არ ჩამოაყალიბოს დიქტატურა ქვეყანაში და ან ტირანია და არ მართოს ერთპიროვნულად ქვეყანა. ეს კონტროლი ცალკე თემა, რომლის გამოც მაგალითად ევროკავშირთან ურთიერთობა არ არის ცუდი. აი ვინმე შეგიძლია დარეკოთ და თქვათ, რომ არა, ჩვენ არ გვინდა ასეთი კონტროლი, ჩვენ გვირჩევნია, რომ რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ ჩაიგდოს ქვეყანა ხელში, მართოს როგორც მას სურს და უნდა, თავარია ის იყოს კარგად, ასე ვთქვათ, და ჩვენ ჩვეულებრივმა ხალხმა, რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერზე თვალს დავხუჭავთ და დავთანხმდებით. ოღონდაც გარედან არავინ გვითხრას, რომ ტირანია არის ძალიან ცუდი და ერთ მმართველობა არის ძალიან ცუდი. ხართ რომელიმე ამაზე ხელმომწერი, ასეთ სქემაზე? მე მგონი არა, იმიტომ რომ საღად მოაზროვნე ადამიანი ყოველთვის იტყვის, რასაკვირველია, მე მჭირდება ქვეყნის განვითარება. მე მჭირდება ის, რომ ქვეყანა ვითარდებოდეს საზოგადოებასთან ერთად. სახელმწიფოს, როცა ვამბობ ჩვენ სახელმწიფო ვინ არის, პოლიტიკური ძალა, რომელიმე ერთი კი არ არის, ვინც მართავს. სახელმწიფო არის ხალხი. და სახელმწიფო ძლიერია მაშინ, როცა ხალხია ძლიერი და არა როდესაც მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ძალას სადავეები უჭერავს ხელში და სხვას არავის ასე ვთქვათ არ აძლევს საშუალებას რომ რაღაც სიკეთე მოუტანოს საკუთარ ქვეყანაზე. თვითონაც არ მოაქვს სიკეთე და არც სხვას აძლევს ამის საშუალებას. ზარი ეთერში გისმენთ. ჯერა ბატონო თქვენი. იმიტომ რომ საქართველოს თავს ყველა მოიძულა, ყველა ახლა მოამბეს უსმინე მე იმედზე და მარტო თბილისი დედაქალაქი, სოფლები, რაიონები საქართველოს არ ეკუთვნება შვილო? ყველა უნდა ვიბრძოლოთ, ყველა, მაგრამ თქვენ მიგვითითეთ რომ რომელი გამოადგება სამშობლოს, ჩვენ რომელი თავრობა მოაბრუნებს საქართველოს ეს გვიპას ეს ამის იმედი მოგვეცით რომ რომელი უპატრონებს საქართველოს ვინც საქართველოს პატრონი იქნება 14 შული ვარ სახში 14 იმას ვაძლევ ხმას
ყველა ის დედოლატირე არც ერთი ვინმე არა საქართველოს რაიონებში რომ ჩამოხვიდეთ ოზურგეთის რაიონის სოფელი მერია ცენტრალური სოფელი არც წყალი არც ბაგაბაღი არც საექიმო პუნქტი ქონდა დაანგრიეს იმის ფული შემოვიდა ფაქტოში ვის შეჭამა კაცმარიცი წელწად ნახევარია დაანგრეულია და საექიმო პუნქტი და ხვალ მანქანამ გაქრეებული რომ ექიმთან მივიდე ისეთ სათხას შოსტად რა მოხდა რა ხდება ხალხო რა ხდება საწევი და ჩვენი მადლიანი მართალი გულკეთილი გულმოყვასი მებრძოლი გულშაგი ხალხი ნუ თუ აღარ გამბრავდა ქვეყანას ჩვენმა მამებმა და პაპებმა გალესილი ცეცხლზე გალესილი ხანჯალით ხმას უშვერდა გულს ისე მოიტანა ეს ქვეყანა ახლა რამ დააქცია ეს მაინტერესებს მეტი არაფერი და ჩადგება თუ არა საქართველოს შნოში და მის სიყვარულში საწევი და საქართველოს სიყვარული კაცობა ვაჭკაცობა დიდებული გული ერთ გული კეთილი საწევი და ვინ წაიღო ვინ წაგვართვა ამის გაგება მინდა მე ნუ თუ ისე გამოწყდება საქართველოს რომ ქალი შეკრული ხელი კაბით რომი დადიოდა და 7 ბაღანას 12 ბაღანას აშენებდა ამბრავლებდა ქვეყანას ეხლა რა ხდება ხალხო გამაგებინეთ თუ არ გამბრავდა თუ არ გაძლიერდა საქართველოს როგორი შე მე ერთი უსწავლელი ქალი ვარ და ვხდები რომ თუ არ გამბრავდა ერი თუ ქალმა ქალობა არქნა თუ კაცმა კაცობა არქნა თლად დავიღუპებით კი ბატონო მართალია თბილისი დედაქალაქია უნდა იყოს მოვლენა პატრონები რა დააშავა ქობულეთმა რა დააშავა აჭარა რა დააშავა ამდენმა ქალაქებმა ზღვის პირებზე რომადა ამდენი რომ ჩეხვიდე ბათუმში დასაჯდომ ადგილს ვერ ნახავ იმდენი უცხო პირებია შემოსული ამას არ უშვებდა ჩვენი მთავრობა ადრინდელი და არც იყო ამდენი ლემსი და რაცა ჯანდაბას იკეთებენ და რაცა და ქალი ქალს გავდა კაცი კაცს გავდა ეხლა რას გავს ეს ქვეყანა რას გავს როდის იქნება როდის იყო რომ ქალი კაცს ამწებოდა და კაცი კაცს სად რა ხდება ხალხო რა ხდება ჩემ დალოცვი მადლიან საქართველოში გამაგებიეთ რა ხდება დიდი მადლობა ქალბატონო ზარისთვის ასეთი ემოციური გამოსვლა ქონდა ქალბატონს და მე მესმის რატომ ღელავდა იმიტომ რომ ფაქტურად ქალბატონმა სიმართლე თქვა რაც კი ხდება ქვეყანაში ჩვენ ყველამ კარგად ვიცით ის რომ ტურისტები შემოდიან ძალიან კარგია ტურისტი როდესაც შემოდის ის ბუნებრივია აძლევს საშუალებას ადგილობრივს შემოსავალი კონდეს ანუ ფაქტურად ის უქმნის დოვლათს და ადგილობრივი მოსახლეობა მდიდრდება მაგით ნუ მდიდრდება ცოტა ხმა მაღალი ნათქვამი სიტყვა მაგრამ ნუ შემოდის შემოსავალი და მაცხოვრებელი უკვე ცხოვრობს ის რომ ამუშავებს სასტუმროებს ამუშავებს რესტორნებს კაფე-ბარებს და ასე შემდეგ ეს როდესაც ტურისტი შემოდის და შემდგომ გადის როდესაც შემოდის არა ტურისტი არამედ ტურისტული ვიზით შემოდის უცხოელი რომელიც აქ სამუშაოს ეძებს ბუნებრივია ის არანაირ დოვლათს არ ქმნის აქ ის ეძებს სამუშაოს და სამუშაო ადგილს იკავებს რომელიც მიეკუთვნება ადგილობრივ მოსახლეობას და აქ უკვე ინტერესთა კონფლიქტი ხდება ადგილობრივ მოსახლეობას შორის და შემოსულს შორის, მაგრამ ამ ინტერესთა კონფლიქტში რატომღაც არ ერევა ხელისუფლება, როდესაც ხელისუფლება ყოველთვის უნდა იყოს ადგილობრივის მხარეს. წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო, რომელზეც მე ვსაუბრობდი და სახელმწიფო არის ხალხი და არა ტერიტორია მხოლოდ და გერბი ან მხოლოდ პოლიტიკური ძალა, რომელიც მართავს ქვეყანას, ის საერთოდ არ არის სახელმწიფო, ის დაქირავებული მუშაა. და სახელმწიფო არის ხალხი და იმ სახელმწიფოს მოვლა უნდა და ამ მოვლაში იგულისხმება ზუსტად ხელშეწყობა
ადგილობრივი მოსახლეობისთვის მაქსიმალური ხელშეწყობა, რომ მან შექმნას და გაყიდოს, გაასხვისოს საკუთარი პროდუქცია და მიიღოს შემოსავალი მანდედან. მან სერვისი გაუწიოს შემოსულ ტურისტს და მიიღოს შემოსავალი მანდედან. და უამრავი სხვა სიკეთე, რომელიც შეიძლება რომ მისცე ადგილობრივ მოსახლეობას იმისათვის, რომ ის ფეხზე დადგეს. მაგრამ როდესაც შენ უშვებ უცხოელს ქვეყანაში, რომელიც კონკურენციას უწევს ადგილობრივ მოსახლეობას, შენ ამით ხელს კი არ უწყობ ადგილობრივს, არამედ პირიქით სპობ ადგილობრივს და ამით სიკეთეს ვერ მოუტან შენს ქვეყანას. აქედან გამომდინარე ისმის კითხვა, რა საკეთებ? ცდილობ რომ მოსპო საკუთარი მოსახლეობა? თუ ცდილობ რომ გააძლიერო საკუთარი მოსახლეობა, რას ცდილობ? რა საკეთებ? ზარია ეთერში. გისმენთ ისაუბრეთ. გამარჯობა. მოგესალმებით. ერთი რამე მაინტერესებს თქვენგან. თუ ისმის ჩემი ხმა ახლა მაგარი. დიახ, თქვენი ხმა ისმის. ძალიან კაი. რა მაინტერესებს? მე ვარ ბუფერული ზონიდან. დიდი მადლობელი ვარ ამ ხელისუფლებისა, რომ ჯანდაცვაში 100% მაფინანსებენ და ვიღებ კომუნალობას, მაგრამ მარტო ჩემზე ხო არ არის დამოკიდებული. დიახ. დღეისდღეობით ქართველი ხალხი უმუშავრები რო არიან და პურის ვერ მიაქვს ოჯახში. სამლის ფული ვერ მიაქვს ბავშვებისთვის. აფსიაში ხალი ვნახე ტირო და ბავშვის ამას ვერ ყიდულობდე. ამოვიღე ჩემი საპენსიო ბარათი და დავეხმარე, რომ გადამეხადა იმისი დარჩენილი თანხა. ეუბნიო და გამიყავი წამალიო, როგორ უნდა გაიყო წამალი კანფეტი ხوار იყო. და ძალიან გთხოვთ, ძალიან კაი პარტია ბრძანდება თქვენი პარტია. ლეხმას ვაძლევდი თქვენ პარტიას ყოველთვის. მაგრამ თუ თქვენ მოგისმენთ, თუ თქვენ ერთად ივანიშვილთან ერთად რამე გაარკვევდა ჩევებს მიიღებენ თქვენგან, იქნებ გამოკეთდეს ეს ცხოვრება. აი რა თქვენ გინდათ რომ შევეცდეთ, შევამხანაგდეთ, ის კი არა რომ ქართველი ხალხი გაანთავისუფლოს. მაროჟნი გამყიდვასაც არ აძლევ უფლებას, მაროჟნი გავიდა პური მიუტანოს ოჯახს. ეგრე როგორ შეიძლება ქართველი ხალხი დაჭათა. ტაქსის მძღოლებს და ყურებს თარგმნები გაუკეთეს და ამუშავებენ ქართველი ტაქსის მძღოლები უმუშავრები არიან. პური ფული ვერ მიაქვს ოჯახში. კონფლიქტი აქვს ოჯახებში ხალხს. განა ყველას ამ პენსიონერი მშობლები დაეხმარონ ყველას არაფერს. ძალიან ხო დარგეს ივანიშვილი გამოფხიზლეს ათიანებამდე კიდევ დროა და თქვენი შევადარიგება გაითვალისწინოს და ერთად შეიკარი და ერთად უშველეთ პატარა გაჭირვებულ საქართველოს. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. მადლობა ქალბატონო ზარისთვის. აგერ ქალბატონმა ერთის ხრივ ის აღიარა ის სიკეთე, რომელიც მან მიიღო და იღებს ის მოსახლეობა, რომელიც ბუფერულ ზონაში ცხოვრობს ხელისუფლების მხრიდან და მეორეს ხრივ ასევე აღნიშნა, რომ მარტო ჩვენ ხომ არ ვართ, სხვაებიც არიან, რომლებიც არ იღებენ და ეს არის ძალიან ცუდი. ეს არის ის სიმართლე, რომელზედაც ჩვენც ვსაუბრობთ. როდესაც საუბარი მიდის კრიტიკაზე, აქ საუბარი არის ჯანსაღ კრიტიკაზე. კრიტიკა მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცა გავლამძღოთ ან გავაკრიტიკონ, არა ნამდვილად ამ ტელევიზიიდან, ყოველ შემთხვევაში ამ გადაცემიდან თქვენ არ მოგისმენიათ. ჩვენ არასოდეს არავის არ ვაკრიტიკებთ, მხოლოდ იმის გამო, რომ გვინდა გავაკრიტიკოთ. არა. ჩვენ ვამბობთ, რომ თუ პოლიტიკური ძალა არსებობს, რომელსაც სიკეთე მოუტანია ამ ქვეყნისთვის, ეს უნდა ვთქვათ და ვამბობთ კიდევაც. სად სიკეთე აქვთ გაკეთებული, სიკეთეზე ვსაუბრობთ და სად შეცდომებია დაშვებული, ამ შეცდომებზე ვსაუბრობთ. და ძირითადად ეს შეცდომები თქვენგან გვესმის. თქვენ რეკავთ გარდა იმისა, რომ ჩვენს გარეთ ხვდებით ხალხს და მათგან ვისმენთ, თუ რა უჭირთ და რა ულხინს, ასევე თქვენს ძვირფასო მაყურებლებო რეკავთ პირდაპირ ეთერში და ახმოვანებთ თქვენს პრობლემებს და ასევე ახმოვანებთ იმ სიკეთეს, რასაც იღებთ ხელისუფლების და ქვეყნის მხრიდან, თუ კი ასეთი არსებობს, ბუნებრივია და ჩვენ ამაზე დაგტნობით მერე უკვე ჩვენს
მომავალ, ასე ვთქვათ, ვაწყობთ მომავალ პროგრამას და ვაკრიტიკებთ იქ, სადაც გასაკრიტიკებელია და ვაქებთ და აღნიშნავთ იმ სიკეთეებს, თუ კი აქვთ გაკეთებული ეს სიკეთე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თქვენგან გვესმის ეს ინფორმაცია ისევე როგორც თქვათ ქუჩაში და რაიონებში ხვდებით ხალხს და იმათგანაც ვიღებთ ამ ინფორმაციას. ზარი ეთერში შემოუშვით, მოვისმინოთ რა სიტყვის მაყურებელი. პირდაპირ ეთერში ბრძანდებით ისაუბრეთ. Алло, გამარჯობათ. მოგესალმებით. ჩემ მოფაზრებას გეტყვით. ესე იგი, რასაც ვაკვირდები ამდენი წელია, სანამ სოციალისტური წყობა არ აღდგება, სისტემა შეიცვლება. ეს ბიზნესმენი, სპეკულანტები და ათასნაირი ჯულის მეხოთბე ფულის ერთმანეთს ჭამენ, რომ აი სათავეში მოვიდნენ. საბჭოთა კავშირის დროს ერთი პარტია იყო და აბსოლუტურად ეს თემები მოხსნილი იყო, იმიტომ რომ სისტემა იყო ეს. დიახ. და ეხლა ყველა არის გადასული იმის, როგორც პარტია შექმნა და დაჭამეს ერთმანეთი, დაჭამეს. არაფერი არ შეიძლება, სანამ აი სოციალისტური წყობა არ აღდგება. მადლობა ზარისთვის. ჩვენ შეგვიძლია, რა თქმა უნდა, ბევრი ვისაუბროთ იმაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს სამომავლოდ ქვეყანაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს მოხდება. სოციალისტური წყობა, ანუ მე კომუნისტური წყობა ავიღოთ, მოდით. კომუნიზმი თავად არ იყო ცუდი. მან იყო ბევრი რამე შესაცვლელი. ამაში მე მგონი დამეთანხმებით, მაგრამ ერთიანობაში სოციალური სფერო თავიდან ბოლომდე დაცული იყო. უმუშევარი ადამიანი არ არსებობდა. ანუ იმის თქმა, რომ მე სამსახურს ვერ პოულობ, ასეთი რამე არ არსებობდა კომუნისტების პერიოდში. თუ შენ არ გინდოდა მუშაობა და არ მუშაობდი, ამაზე დაჭერა იყო, ანუ იჭერდნენ და 7 დღე-ღამე ან 2 კვირა გსვავდნენ კაპეზაზე. თუ არ მუშაობდი და არ გინდოდა მუშაობა. მაგრამ იმის თქმა, რომ უნდა აღდგეს სოციალისტური წყობა, სოციალიზმიც ეს ხომ, აი მაგალითად ევროპული სოციალიზმი, რაღაცაში მოგწონს, რაღაცაში არ ვეთანხმებით. ანუ ისეთი წყობა უნდა ავაწყოთ ქვეყანაში, რომელიც შეესაბამება კონკრეტულად იმ მოთხოვნებს, რა მოთხოვნაც აქვს საზოგადოებას. იმიტომ რომ ჩვენი ესე ვთქვათ, აზროვნებიდან, ანუ ჩვენი ქართველობიდან გამომდინარე, არ შეიძლება მოხდეს კალკირება, თუნდაც ევროპიდან, თუნდაც აზიიდან, არ აქვს მნიშვნელობა. რომელიღაცა წყობის კალკირება არ შეიძლება რომ მოხდეს და დავნერგოთ ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ სხვანაირი მენტალობის ადამიანები ვართ, ანუ ხალხი ვართ. ჩვენს მენტალობაზე, ჩვენს, ასე ვთქვათ, გენეტიკური მეხსიერება ხო გვაქვს. ჩვენ გვახსოვს ჩვენი წინაპარი რისთვის იბრძოდა, რატო აკეთებდა, ისტორიული მეხსიერება გვაქვს. ეს ყველაფერი მოქმედებს ჩვენს მომავალზე, ჩვენს ცხოვრებაზე, აწმყოზე და ჩვენს მომავალზე. ყველაფერზე დაკნობით ჩვენ უნდა ავაწყოთ ისეთი წყობა და სისტემა, რომელიც გამოგვადგება ჩვენ აქ საქართველოში და პირდაპირ გეუბნებით, რომ თუ აეწყობა ასეთი სისტემა, შეიძლება სასომხეთს არ მოერგოს ან აზერბაიჯანს ან რომელიმე სხვა ქვეყანას. იმიტომ რომ ჩვენზე ორიენტირებული სისტემა იმუშავებს მხოლოდ ჩვენთან. აი მაგალითად ჩინეთი ავიღოთ. ამათ წინათ ვკითხულობდი, დიდი ტრაქტატი იყო და ვკითხულობდი და მან ეწერა, რომ ჩინელებმა ოლიგარქები შექმნეს იმისათვის, რომ ოლიგარქებს სახელმწიფოზე ემუშავათ. აი წარმოიდგინეთ. და ფაქტურად გამოდის, რომ საქართველომ შექმნა ოლიგარქია, რომ სახელმწიფოს ემუშავა ოლიგარქებზე. სხვა ქვეყნებზეც იყო დაწერილი, ეხლა არ მინდა მე არ ვასახელებ სხვა ქვეყნებს, სადაც ასევე ოლიგარქები შექმნეს, რომ სახელმწიფოს ემუშავათ ოლიგარქებზე. და ჩინეთმა შექმნა ოლიგარქები, რომ მათ ემუშავათ სახელმწიფოზე. გესმით სხვაობა?
და ის სისტემა მთლიანად, თქვა ჩინური სისტემა, მაინც არ გამოადგება ამ ქვეყანას, მიუხედავად იმისა, ერთ-ერთი რომ გადმოვიღოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვეთანხმებით, რომ ოლიგარქია უნდა მუშაობდეს სახელმწიფოზე და არა პირიქით. მაგრამ არის სხვადასხვა ნიუანსი, რომელიც მხოლოდ ჩინეთში მუშაობს და არ მუშაობს საქართველოში და არ იმუშავებს საქართველოში. ჩვენი მენტალობიდან გამომდინარე. ამიტომ სისტემის შექმნა რომელიც იმუშავებს საქართველოში, პრობლემა არ არის სოციალურ სისტემას გულისხმობ. პრობლემა არ არის, პოლიტიკური ნებაა საჭირო. და ისეთი პოლიტიკური პარტია, რომელიც მართლა მოვა ხელისუფლებაში იმისათვის, რომ სახელმწიფო დააყენოს ფეხზე და არა საკუთარი კლანები გააძლიეროს. ზარია ეთერში. ალო. დიახ, გისმენთ. გამარჯობთ. მოგესალმებით. კანდიდატი პატრიოტები სიყვარულით. გეორგი ერთ-ერთი ბომბერაჟი პიროვნებას განდებით საქართველოში, ჩემი აზრით. გაიხარეთ. მაგრამ შეიძლება საუბარი თქვენთან. როგორ? საუბარი შეიძლება თქვენთან. კი, რა თქმა უნდა, რა საკურველია. პირველ რიგში რა მინდა გითხრათ, იცი, ბატონო გიორგი, რაღაცები თქვენ ჩნდები, დაანებთ ამ ნაცებს, კოტებს თქვენ. მე მოგეწინა ჩემმა კამადა მოგსახმა, რომ ის 4 ადგილო დაკარგეთ. 10,000 ხმა მოგეწით. 10,000 დავხარჯეთ. ბატონი შოთა ჩხარიშვილი ოფიცერი ჩამოვიდა სპეციალურად ესპანეთო თქვენი ეშრომა. ხმები დაგიდო და 4 ადგილი ცოტაა. ერთი ხმა ხო ერთ ქართულს ხო გადაარჩენდით. ეხლაც მაპატიე რა, ცეცოლე გემუდარები. აღარაა შოთა 10,000 კაციდან დარჩა 5,000 დაჭერი წავედით. მოხუცი ხალხი გიჭეთ, ვიც ხაზე ვართ. ხო ხდება რომ გენოციდია, ყველა საქართველოს საერთოდ აღარ იქნება. ეს აღარ არის უკვე. თქვენი მედია ბატონო გიორგი ბატონო, მაგარო კაცო. მოდი და გაარკვიო, ეს არის კაჭიჭამია ვიცხების წყობილება, არ არის ბაბუ, აქ რა კაპიტალიზმია შემოდევი. რა ეს არის? 500-200 ლარია ხელფასი მინიმალ როგორ შეიძლება 500-1000-300 ცხოვრება. მე მაპატიე და უფალმა გადამარჩინა ინსულტი მქონდა რა გავაკეთო მითხარი სახალხო მერტვა დავტოა თქვენი გულისთვის დამელაპარაკე დავილაპარაკოთ ბიჭო მილიონი პენსიონერია როგორ რომ გაგვარესეოთ ხმას ვერ ამოვიღეთ ეკოლოგიურ პრობლემას წარმოვოთ და გიორგი ეს თქვენ გესახება თქვენ ხარ ჩვენი ლიდერი მან ვიღაცა შემოპარული აგენტი ხართ როგორ შეიძლება 4 ადგილი მიიღე და ვიღაცა ნადირებს მიეცის მე არ გაკეთებთ გაყიდეთ აიყიდეთ მაგრამ რატომ რა ამიხსნით რა ვერ გავიგე მე გეტყვით არ გათიშოთ ყურმელი არ გათიშოთ თქვენ გახსოვთ ის პერიოდი 2020 წელი გესმით ჩემი ხმა კი გენაჩოლი კი შემოგევლე გიორგი მართლა მიყვარხარ გიორგი თორე ადამიანი დაგირეკავ ეხლა ხმამი და მოგცეთ კი ბატონო გაიხარეთ აი მინდა რომ მიცოდეთ თქვენ პირადად 2020 წელს როდესაც ჩვენ ძალიან სერიოზულად ვიმუშავეთ ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 18-20%-მდე ავედით და ვიცოდით ჩვენ ჩამოწერილი გქონდა სიები ფაქტიურად და დაახლოებით 18-20% უნდა მიგვეღოთ რასაც შემდგომში აღიარებდა ჩვენი პრემიერი რომელმაც თქვა რომ 18%-მდე აიღო ეროვნულმა ძალამ და ასე შემდეგ და ეს 18% ფაქტიურად ჩვენ დასავლეთის მოთხოვნით მათ დავაკელით და დაუწერეთ 3 და 4 რომ დასავლეთის ბრალი იყო ვითომ მაგრამ დასავლეთის ბრალი არაფრის შუაში არ არის თუ ხელისუფლება არ მოინდომებს მაგრამ ამას თავი დავანებოთ ჩვენ როდესაც დაგვიწერეს 3 და 4 ნუ ეს იყო შეურაცხყოფა არა მხოლოდ ჩვენთვის არამედ იმ ხალხისთვისაც ვინც ხმა მოგცა და ყველა რო გაიფიცა მაშინ გახსოვთ თქვენ ის პერიოდი ხო ოპოზიცია რო ჩვენ არ შევალთ გაყალბებული არჩევნები და ის რომელი ოპოზიცია ნაცები კოცები გადიმით დეტატოდი 4 ადგილი ცოტა იყო ბატონო გიორგი ერთი წამით მე გეთანხმებით მაგრამ უყურეთ რა ხდებოდა თუ ყველა გაიფიცა და მათ შორის ჩვენც მაშინ არ მოხდებოდა ლეგიტიმაცია იმ არჩევნების და ხელახლა უნდა ჩატარდეს. მოუხევი იმას, აღარ არის 10,000 კაცი და 5,000 წარია, უკვე იმას რა უთხრა. შოდაც ხარ რა უთხრა, ეროვნული განაგვეცვალა. ეროვნული გმირი. ბატონო ჩემო. ჩამოვიდა 10,000 ერო დახარჯა, რა უთხრა იმას?
ბატონო ჩემო მე ეხლა რა ვქნათ ეხლა 2% ვერ მიიღებ კირი ვარ ნერვიულობ რა გავაკეთო არ ინერვიულოთ ღვთის გამილეკეთ გვააკილე გეგმები უფალმა დამაბრუნა ფული პრობლემა არა გვაქვს თავია თქვენში ჩაიხედე გიორგი უნიკალური პიროვნება ხარ გიორგი ეგრე ადამიანი ხარ ხუთეულ შედიხარ მე უბრალოდ დაფიქრებული ბერზე ბზენი მე უბრალოდ ბარტალი არ არის რა შემოგევლე რა მე იმის ფული გვიჭიდაო და იმ 4 არამდენს მიყიდეთ ახლა არ მიდავ თქვა არ მიდავ რა ერთი წამით არ მიგვიყიდია ხალხი ესეთი და მე რა გავაკეთო რა მე რა ვქნა თქვენ გაძლევთ სიტყვას რომ არაფერი მიყიდული არ ყოფილა არა მე არ მე გამიშურა მიყიდული თქვა შესვლაზე არ შევიდა ქართველები აღარ ვიქნები 3 თქვენ არზე მოხოთ ქართველი გება 5 ქართველი ერთი იქნება თქვენი თემი. ჩვენ უნდა შევუშალოთ ამ პროცესს ხელი გასაკვირველია. შევუშალოთ თუ 4 ადგილი ვერ გამოიყენეთ, კაცო. ნუ 4 ადგილი. 4 ადგილი ცოტა აი ახლა. ბატონო ჩემო, ერთი წამი. რატო საუბრობთ ხომ მაგარი იქნებოდა? კი, მაგრამ მე ახლა რატო ვსაუბრობთ 4 ადგილზე? დაფინანსება გექნებოდა, ყველაფერი გექნებოდა. ბატონო ჩემო, 4 ადგილი ახლა ამ საპარლამენტოზე ხო არ იყო? ეს იყო 2020 წელს. 20 წელს მე ვიცად უკეთესი იქნებოდა, ახლა გექნებოდა 4 ადგილი. ხო და მაგას გიორგი მომისმინე ხო და ამას გეცნით უბრალოდ თქვენ გავიგე მაგრამ ცოტა ნივსებით თქვენ თუ არ გინდათ იმის დაჯერება რომ 4 ადგილი ჩვენ რომ მაშინ აგვეღო ეს 4 ადგილი დღეს ჩვენ არ გვექნებოდა როგორც ახლა არა გვაქვს ისევ არ გვექნებოდა იმიტომ რომ ქართულ ოცნებას ჭირდება მთლიანად ის ელექტორატი რომელიც ჩვენ ხო გადაარჩენდით 4 ქართველს როდის 2024 წელს უკვე არ იქნებოდა გადაარჩენით მასთან მეგობარს ხო შოტაში ხარ ხო გადაარჩენით ბატონო ჩემო 24 წელს ერთი წლის წინ ჩატარდა არჩევნები მან ხო არ გქონდა ჩვენ არც 4 ადგილი და ვერ გეხმარეთ იმიტომ რომ გაგიჯურა ვერ გეხმარეთ როგორ ვერ გეხმარეთ რატო ვერ დაგეხმარეთ იმიტომ რომ ის გარდაიცვალა ფული დაიხარჯა იმედი არ მქონდა კიდე რა ვიცი ვერ დაგეხმარეთ სიმართლე ეხლა მე მაინც ქვეყანა ვარ მომენტი შანსი მომენტი რომ ქვეყანა გადავარჩინოთ თქვენ ხო აწყობთ ხვალე უკვე მილიონერელი გარია სამ არამს არ უნდა ხარ მონად არ უნდა ხარ მონად აი მონად რა გიყვანოს გეთანხმები და ამიტომ როგორ გახდება გადასარჩენია ეს ქვეყანა კიტელები, ჩინელები არიან წელეთელი, ბაგრატიონი, გამოაჩხარავე, შემოგევლე, პირდაპირ ეთერში გამოდით რა, მაგარი, გიორგი მე რამედა, ეს კი არ გესხმებით, მე თქვენ მიყვარხარ, მე თქვენ წყვაგეკეთება, გეხვეწები ეს გოგონა, ევროპულ ხელფასმეცე, უფალმა დამაბრუნა, ქვეყნის გულისთვის და მომენტი ძალა რომ დაგეხმაროთ, სიკეთე გავაკეთო, თქვენთვის. ახალი მაგალამ შემიძლია მოგესახუროთ სიამოვნებით. გაიხარეთ, დატოვეთ თქვენი ტელეფონის, დაუტოვეთ ტელეფონის ნომერი. არ ვაპირებ უბრალოდ არჩევნებია და მინდა რომ აი თქვენი ბატონო ჩემო, არავის იმედი არ მაქვს. ბატონო ჩემო, თქვენი ტელეფონის ნომერი ჩვენს ტექნიკურ ჯგუფს დაუტოვეთ და გადმომცემენ და მე დაგიგებთ. აი ხერია ბაბუ, და მე პირადად თქვენ არ გეწყინოს, მოგცემთ გამარჯვებას, გახარებას, ცხონებას და თქვენ გეხემწიფება, თქვენ არა მარტო პატრიოტი და ღირსების ძალზე ქართველებს განდებით. არამედ შეგიძლია კიდევაც. შეგიძლია ხელმძღვანელობა, მეფო, ყველაფერი შეგიძლია. გაიხარე ბატონო. და თქვენ უხეშ არ გაანძებს, შო. აღარ თქვენ შემე საქართველოს აღარ იქნება საერთოდ. ქართველები აღარ იქნება თორე ეს ქვეყანა ასლაპარაკობ. ეს ქვეყანა სოფლიოში ხო არა გაქვს, მე გვაჩქვა სასწაული. გიორგი დიდი მადლობა შენ დაუტოვეთ თქვენი ტელეფონის ნომერი, დაუტოვეთ ტექნიკურ ჯგუფს და დაგიკავშირდებით. დიდი მადლობა ზარისთვის. ემოციური ზარები, ანუ მე მხოლოდ ჩემზე ხო არ მოქმედებს, ეს უნდა მოქმედებდეს ყველაზე. აგერ ბატონი რასაც ყვებოდა, რა თქმა უნდა, იყო დაშვებული გარკვეულწილად რაღაც შეცდომები, ჩვენი მხრიდან იყო შეცდომები დაშვებული. ნუ ზოგადად დღესაც ბევრი შეცდომაა დაშვებული ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ როდესაც შენ ხარ პარტია, რომელიც იბრძვის იმისათვის, რომ რამენაირად მოიპოვოს ის ძალაუფლება, რომ სიკეთე მოუტანოს ქვეყანას, ასეთ პარტიას უფრო მეტი მტერი ყავს ყოველთვის და ასეთ პარტიას როგორც წესი ებრძვის ყველა. ნუ პატრიოტთა ალიანს ბუნებრივია ებრძოდა ყველა. ჩვენ თუ დაუშვით რაღაც შეცდომა, ეს შეცდომა ჩვენთვის ძალიან საზიანო იყო.
რასაც ხელისუფლება უშვებს შეცდომებს, არის ის ხელისუფლებაშია, ის პარტია ხელისუფლებაშია და მას შეუძლია აიტანოს სხვადასხვა მის მიერ დაშვებული შეცდომა, თუმცა საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ის შედეგზე აისახება. როდის რანაირად, ამაზე ჯერ ადრეა საუბარი, მაგრამ ის ემოციური დამოკიდებულება ხალხის მხრიდან ჩვენს მიმართ, ჩვენ ყოველთვის რასაკვირველი ამას ვაფასებთ და ყოველთვის მივესალმებით. ჩვენ თქვენ გვერდში ვართ. იცოდეთ, არასოდეს არაფერს არ ვყიდით და ბუნებრივია თქვენ ხმებს არასოდეს გავყიდით და არც გაგვიკეთებია და არც გავაკეთებთ. ჩვენ ამას საერთოდ ღალატად ვთვლით და ჩვენ არა ვართ მოღალატე ხალხი, ეს უნდა იცოდეთ და ეგ უნდა დაიჯეროთ. და ჩვენზე რაც არ უნდა ილაპარაკონ, ახლა რა თქმა უნდა, ჩვენი მოსპობის მიზნით, პოლიტიკური მოსპობის მიზნით, ახლა ბევრ რაღაც ჭორებს აგვიგორებენ. მთავარია თქვენ გჯეროდეთ ჩვენი და არ დაიჯეროთ. ეს არის მთავარი ადამიანის, ზოგადად ამოცანა არის ადამიანის, რომ ცხოვრებაში მან შეცდომა არ დაუშვას, უნდა ისწავლოს, როგორ გაარჩიოს წყვილი სიმართლისგან. ეს არის ყველა ჩვენი, ასე ვთქვათ, ამოცანა, რომლის შედეგადაც ჩვენ სწორ არჩევანს გავაკეთებთ. ახლა კი ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, ჩვენი დრო ამოიწურა, მე თქვენ შევხვდებით მომავალ კვირას, ორშაბათს და თქვენთან ერთად ვიქნები 8:30-დან 10:00-მდე. კარგად ბრძანდებოდეთ.